არჩევნებზე ვიყავი ხმის მისაცემად, ამისთვის დამჭირდა რომ სტოკჰოლმში წავსულიყავი, დაახლოებით 600 კილომეტრია სტოკჰოლმი მამოდან. თითქმის არ მეპარებოდა ეჭვი რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა და ამ გამარჯვებას ქართული ოცნება აღიარებდა. ხმის მიცემის გარდა არჩევნებამდე პერიოდში ჩვენს თანამოქალაქეებსაც ვეხმარებოდი შვედეთში, რომ საელჩოში აღრიცხვაზე დარეგისტრირებული იყვნენ და ხმის უფლება არ დაეკარგათ. არჩევნებზე წასვლა გარკვეულ ხარჯებთან და ენერგიასთან იყო დაკავშირებული ჩემს შემთხვევაში. დღეში 600 კილომეტრის გავლა და შემდეგ ამავე მანძილზე უკან დაბრუნება მარტივი არ არის. მე არ მქონია მის შეგრძნება, რომ რაღაცნაირად ემიგრანტების ხმა დაიკარგა, ვინაიდან უბნებზე საზღვარგარეთ ხმის დათვლა ისევ ძველი წესით მიმდინარეობდა და შვედეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, გაყალბების გარშემოსებამ 12.8% მიიღო, რაც ამ მრჩევლის განწყობაზე ცხადია ზედმეტწნევნით კარგად მეტყველებს. მქონდა ცვლილების დიდი მოლოდინი, თავიდან იმედაცურების პერიოდმა უკვე ჩაიარა, ალბათ მკვდარი იმედების გაცოცხლების მოლოდინის შეგრძნებასავითაა. ვფიქრობ, რომ პროტესტმა რაღაც ახალი ძალა უნდა მოიგრიბოს და ვექტორებიც იცვალოს, ანუ რომ ვთქვათ, ისევ ხელახლა დაბადება არის საჭირო. თუმცა პროტესტმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია უკვე და ეს თავისთავად კარგია. არ მგონია რომ დაუბრუნდა საქართველოში, მიუხედავად ბარიერებისა, აქ მაინც ვინტეგრირდები, მაგრამ თქვათ, თუ კი საქართველო ევროკავშირს უფრო დაუახლოვდება, ან წევრი გახდება ყველაზე კარგ შემთხვევაში, ან პოლიტიკური გარემო შედარებით დასტაბილურდება, შესაძლოა ფიქრი დავიწყო. თუმცა ვინც საქართველოში იბრძვის, მათ აბსოლუტურად წარმატებას ვუსურვებ.